ოპოზიციურ ალიანსში კვლავ დაპირისპირებაა სატელევიზიო ეთერებისა თუ სოციალური ქსელის მეშვეობით ერთი მიზნისთვის გაერთიანებულები ერთმანეთის მისამართით კრიტიკას არ იშურებენ. უთანხმოების მიზეზი სხვადასხვა, თუმცა ძირითადად განხილვის თემა ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური შესაძლებლობები და მისი როლია. თავის საგანია მათ შორის ის საკითხიც, თუ რომელმა ოპოზიციურმა პარტიამ რომელს წაართვა მხარდამჭერები. საუბარია პარტია ახალისა და ნაციონალური მოძრაობის ამომრჩევლებზე. აღნიშნული დაპირისპირება არ უკვეთ მართლ გუნდში, სადაც აცხადებენ, რომ საზოგადოებამ ოპოზიციის რეალური სახე კიდევ ერთხელ დაინახა. როდის იწყება ეს ყველაფერი, ეს ისტერიკა, რაც ვიხილეთ გვარამიასი და მანამდე მელიას იწყება მაშინ, როდესაც ისმევა მთავარი კითხვა, რა როლი ქონდა ნიკა გილაურს და ძმებ გილაურებს ახლების დაფინანსებაში? რატო დააფინანსა ირაკლი გილაურმა, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს პარტნიორი და ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი ამ ქვეყანაში და მისმა ძმამ ნიკა გილაურმა ახლების წინასაარჩევნო კამპანია. როდესაც მთელი ოპოზიციური სპექტრი და განსაკუთრებით ნაციონალური მოძრაობა განიცდიდა კრიზის ფინანსურს და მთელი საარჩევნო კამპანია ისე ჩატარდა, რომ მინიმალური დაფინანსებაც არ ჰქონდა პარტიას. ხომ არ იყო ეს შემთხვევით გარიგება იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის წაერთმიათ ხმები. ამ ალიანსის წარმომადგენლები ნაცები იყვნენ და არიან და გაიყვნენ თუ არ გაიყვნენ და ერთმანეთთან როგორი დაპირისპირება ექნებათ, ჩვენთვის არის ნაკლებად საინტერესო, იმიტომ რომ დღეს ქვეყანაში ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საკითხები დგას, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს აწუხებს. ამ ალიანსის წევრები 14 წელია ოპოზიციაში არიან და ეუბნებიან საკუთარ ამომრჩევლს, რომ ებრძვიან ოცნებას. ნახეთ დასუსტების ნაცვლად როგორ აძლიერებენ მათ ხშირ შემთხვევაში. ამიტომ ნახოთ რა იქნება, მაგრამ მოლოდინი იმის, რომ ალიანსი ვინმეს დაასუსტებს, ნამდვილად არ მაქვს. ეს ნათლად მიუთითებს, რომ მათ რაიმე პერსპექტივა ქართულ პოლიტიკაში რეალურად არ გააჩნიათ. ეს კიდევ ერთხელ გვეჩვენებს ჩვენ იმას, თუ რაოდენ ყალბი იყო ის, ასე ვთქვათ, პროპაგანდა, რომელიც გაშლილი იყო მათ შორის არჩევნების წინ, რომ გინდა თუ არა, მხოლოდ და მხოლოდ კოალიციური მმართველობა არის გამოსავალი ქვეყნისათვის. ამან კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ კოალიციისათვის დრას ნიშნავს, აი ახლა ამ ალიანსში ნაციონალური მოძრაობის შიგნით მიმდინარე დაპირისპირების ნათელი სურათია. ახლა ეს ხალხი, რომ ხელისუფლებაში ყოფილიყვნენ, რას დამართებდნენ სახელმწიფოს, ქვეყანას და საზოგადოებას უკვე ნათელი არის. არის აშკარა განხეთქილება, დაპირისპირება. თუ ამას კულუარებში საუბრობდნენ, დღეს უკვე ყველაფერი საჯაროდ არის გამოტანილი, ყველაფერი ცხადია, თუ როგორი დაპირისპირება აქვთ ერთმანეთთან. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ამ ადამიანებს არანაირი რესურსი არ გააჩნიათ, არანაირი ხარდაჭერით არ სარგებლობენ საზოგადოებაში და ამასაც აქვს თავისი ახსნა.